როცა მეცადინეობ, იმაზე ვნერვიულობ, რომ არ ვერთობი და როცა ვერთობი, იმაზე რომ არ ვმეცადინეობ. თუ გინდა რომ სწავლაც მოასწრო და გართობაც, ეს სამი რჩევა გაითვალისწინე. პირველი, გამოყავი კონკრეტული დრო სწავლისთვისაც და გართობისთვისაც. მაგალითად, მკაცრად განსაზღვრო, რომ საღამოს 8 საათის შემდეგ აღარ იმეცადინებ. მარტო დაისვენებ, მეგობრებთან ერთად გახვალან, თუნდაც ფილმს შევუჯდები. დანარჩენი დრო კი გადაანაწილე სწავლისთვის. ასე დანაშაულის გრძნობა აღარ შეგაწუხებს, რადგან გეცოდინება, რომ ეს რომ მხოლოდ გართობისთვისაა. მეორე, თავი არი და ბევრი საქმის ერთად კეთებას. ხშირად გართობას ვერ ვასწრებთ, რადგან აი მაგალითად ქართულის მეცადინეობის დროს ხან ქიმიის დავალებას მიუბრუნდებით, ხან სკროლ მოგვინდება, ხანაც საჭმელი მოგშვიდება. თუ ერთ საქმეს დაიწყებ, ეცადე იქამდე არ მორჩე, სანამ ბოლომდე არ მიიყვან. ასე გართობისთვის საკმარისი დრო დაგრჩება. და მესამე, ეცადე გათავისუფლდე დანაშაულის შეგრძნებისგან. როცა ვერთობით, ხშირად გვაქვს განცდა, რომ სასწაულს დავაკელით რამე და ამ გართობას არ ვიმსახურებთ. ეს ასე არ არის. გაიაზრე, რომ თუ არ დაისვენებ, ძალებსაც ვერ აღიდგენ და სწავლისგანაც მალე გადაიწვევ. და შენ გიჭერს სწავლის გართობასთან დაბალანსება? დაგვიწერე კომენტარებში.